მოგესალმებით, ვიზელ ნიუსმა ღომიმ, ელარჯიმ და ლუკამ დღეს თქვენთვის ანუ ჩვენი მაყურებლებისათვის გააკეთა სიუჟეტი, სადაც ლოს სანტოსის არმიის ომის ვეტერანი, პიტერ ჰეილი საუბრობს მის გამოცდილებაზე. ბატონმა პიტერ ჰეილმა დაგვდო პატივი და იბრძოლა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენივე კეთილდღეობისთვის, მას ეკუთვნის მოსახლეობისგან დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა. შევუდგეთ სიუჟეტს. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენო ძვირფას შტატის მოსახლეობა, ჩვენთან დღეს სტუმრად იქნებიან ომის ვეტერანი ბატონი პიტერი და მისი თანამშრომელი მაიორ გენერალი ალექს ჯონსი. მეც მოგესალმებით მეგობრებო და ჩვენ ახლა ვიხილავთ ინტერვიუს შევობძანთ გენერალ. მოგესალმებით ბატონო, მოგესალმებით. მოგესალმებით. აი, მოკალათით დავზანდით. ბატონ პიტერთან იქნება კითხვა? დიახ ბატონო. რამდენი წლის წამდებით ბატონო პიტერ და რამდენი ომში გაქვთ მონაწილეობა მიღებული? მე გახლავართ 66 წლის და მაქვს ერთ-ერთ ომში მიღებული მონაწილეობა. ეს მოხდა 1992 წელს, როდესაც იყო ესეთი არეულობა იაპონიის მიმართულებით. იაპონიამ ესე ვთქვათ პროვოკაციული ქმედებები დაიწყო ესე იგი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამ მომენტში მოგვიწია ესე ვთქვათ ომის გაჩაღება და ჩვენი ტერიტორიების დაცვა მაქსიმალურ რეჟიმით. ამ მომენტში რა თქმა უნდა მაშინაც და როგორც ახლა ვიყავი ჯარის შემადგენლობაში და პირდაპირ ბრძანები მოვიდა თუ არა ავდექი წავედი და ჩავერთი ამ ომში. შესაბამისად ამ ომმა მასწავლა ის რომ ცხოვრება არის დაუნდობელი და სასტიკი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ ფარხმალი დავყაროთ და უბრალოდ დინებას მიყვეთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ეს ცხოვრება იყოს ესე ვთქვათ შვიდი, წყნარი და შესაბამისად ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ესე ვთქვათ შტატის მაცხოვრებლებს შევქმნათ ისეთი ცხოვრება, რომ არ გქონდეთ იმის შიში, რომ დღეს ხვალ ომი იქნება და სამწუხაროდ ცუდად იქნება სიტუაცია. ამ ომში მე პირადად გავანეიტრალე 72 მოწინააღმდეგე, დავჭერი 30 ჯარისკაცი მოწინააღმდეგის. ამავდროულად ევაკუაცია გავუკეთე 20-მდე ჩვენ ჯარისკაცს. სამწუხაროდ ჩემ თვალწინ ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ძალიან ესე ვთქვათ რთულია ჯარისკაცისთვის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ წლები როდესაც ერთად გაკავშირებთ ადამიანებს ურთიერთობა და ესეთ რო ვთქვათ ომში ჩართულობაში ეს ხალხი უბრალოდ გეცლება ხელიდან. ეს არის ძალიან ესე ვთქვათ ცუდი განცდა, ესე ვთქვათ მომენტი, მოვლენა. მაგრამ ბატონო პიტერ, ბოდიშთ რომ დღემდე ფიქრობთ ბატონო პიტერ ემდა კარგულ ადამიანებზე? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯარი არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენ საქმეს და ყველა მიცით რა უნდა ვაკეთოთ. ამიტომ იქ თითოეული ჩემი თანამებრძოლი, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. და დღემდე მახსოვს კი არა, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრებიან ის ჩემი ვაჟკაცი ბიჭები, ვithანაც ხარდამხარ მაქვს ნაბრძოლი რა თქმა უნდა. მოდით წუთიერი დუბლით შევამოწმოთ ეს ჩვენი გმირები. დიახ, ბატონო. ბატონო პიტერ, მე როგორც ინფორმაცია მაქვს, ამ თქვენ მოხდებოდით ინფორმაცია მოვიძიე, თქვენ იყავით 25 კაციან დანაყოფში, საიდანაც გადარჩენილები არიან მხოლოდ 2 და ერთ-ერთი მათგანი იყავით თქვენ. დიახ, მოხდა ეს სიტუაციაც იყო მისია ესეთი,
ვიყავით 25 კაციანი, ესე რომ ვთქვათ, ჯგუფი, შეკრებილი, გამოსცილი ხალხი რა თქმა უნდა და ჰქონდა ერთ-ერთი ობიექტის, ესე ვთქვათ, განეიტრალება, იყვნენ, ესე ვთქვათ, ტერორისტული დაჯგუფებები, სადაც ესე ვთქვათ, ყავდათ ყოობაში აყვანილი ხალხი და ჩვენ გქონდა მისია, რომ ჩვენ უნდა აგვიყვანა ხალხი, გადმოგვიყვანა უსაფრთხოდ დაგვებრუნებია, ესე ვთქვათ, ნეიტრალურ მხარეს. ჩვენსაც გავნაწილდით უშუალოდ პერიმეტრზე. ეს არ იყო ერთი და ორი დღის სიტუაციები. ეს იყო უბრალოდ რამოდენიმე თვიანი კურსი, ესე ვთქვათ, მისია, სამშვიდობო მისია იყო, მაგრამ იყო ძალიან სისხლისმღვრელი. ჩვენ რამოდენიმე დღეში უკვე დავიწყეთ უშუალოდ შემშევება იმ გეგმის თუ როგორ უნდა გაგვეთავისუფლებინა შესაბამისად ეს ტყვედაყვანილი ხალხი და მოგვეხდინა ტერორისტების ლიკვიდაცია, რომ ის პერიმეტრი ყოფილიყო სუფთად რა თქმა უნდა და სამწუხაროდ ჩვენი მისია შესრულდა, მაგრამ შესრულდა ძალიან დიდი დანაკლისებით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ხალხი, ვისიც იყო, ესე ვთქვათ, მისია შევასრულეთ შესაბამისად, განმოვიყვანეთ, ესე ვთქვათ, სამშვიდობო გზაზე და მოხდა ის, რომ დავრჩით მე და ორი. ეს იყო ფილიპ გილიმრე და მეორე მე პიტერ ჰეილი. არ ვიცი ეს როგორი სტრესია ჯარისკაცებისთვის, ძალიან უდიდესი სტრესია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჯარი ეს არის ოჯახი, სადაც ყველა წევრი არის მნიშვნელოვანი და ყველა წევრს აქვს ერთმანეთთან შეხება და ერთმანეთთან ძალიან დიდი დროის, ესე ვთქვათ, გატარებული აქვს ერთმანეთთან. ამისთან მიუხედავად, როდესაც თქვენ კარგავთ თანამებრძოლს, კარგავთ ოჯახის წევრს. და ეს არის ძალიან დიდი ტრავმა ჯარისკაცისთვის და ასევე რა თქმა უნდა მთლიანი შტატებისთვის. ნამდვილად. ძალიან საფრთხო ამბავი. ბატონო ღომი, თქვენის ნებართვით ერთ შეკითხვას მე დავუსვა. მაინტერესებს ბატონო პიტერ. მაინტერესებს აი თქვენ როცა იბრძოდით 1992-ში, როგორც ახსენეთ იაპონიაში. მაინტერესებს აი მათ რა ტიპის ამუნიცია გააჩნდათ და თქვენ რა ტიპის ამუნიცია გაგაჩნდათ, ანუ გულისხმობ ხარისხს. და დღევანდელ ამუნიციაზეც გითხრათ, ანუ თუ არის განსხვავება იმ დროინდელ ხარისხსა და დღევანდელ ხარისხს შორის, ან ხარისხში თუ არის სხვაობა და თუ არის გაუმჯობესებული. არის ის თქვენი ბატონო. ბატონო პიტერ, ჩაახველეთ თუ შეიძლება. კიდევ რო ჩაახველეთ. ის ვიჩები ხო? დიახ, ბატონო. დიახ, თქვენ რა გაინტერესებთ უშუალოდ სიტუაციიდან გამომდინარე თუ ან ტყუია წამაზე გაინტერესებთ, ანუ უშუალოდ აღჭურვილობაზე, ანალზე გაინტერესებთ? დიახ, სრულიად რო გითხრათ, აი რაც შესაძლებელია. 1992 წელს არ იყო სახარბიელო საქმე, უშუალოდ რაზე მაქვს აქ საუბარი, გინდ ტექნიკაზე, გინდ უშუალოდ ფორმებზე, აღჭურვილობაზე და სიტუაციიდან გამომდინარე ესეც ვიდა რომ თქვა. სიტუაცია არ იყო და ესე რომ ვთქვათ, კარგი იმ მომენტისთვის, იმიტომ რომ როდესაც მოხდა ეს ომის სიტუაცია, როგორც იცით ალბათ ესწრებათ, ომის დროს ყველაფერი ირევა აბსოლუტურად. ძალიან რთულია სტაბილურობა ომის დროს. და მოხდა ის, რომ ტყვია წამალები უცებ გაცემა ვერ მოხდა რაღაცებზე, იარაღი, ტექნიკა, შემდგომ ეს ჩვენი აღჭურვილობაც არ იყო ძალიან გამართული სამწუხაროდ. მაგრამ უკან დახევის გზაც არ იყო იმ მომენტებისთვის. ეს ომი რო ჩაწყნარდა, იმის შემდგომ უკვე ხელისუფლებამ მიზნუნა იმაზე, რომ ამას აი ამ საკითხს ათხოვდა ძალიან დიდი დრო და ესევე განხილვა, რომ ჯარი უნდა ყოფილიყო ისეთი მობილიზებული, რომ რაიმე სიტუაციის დროს არ ყოფილიყო რაიმე შეფერხება. ეს იქნება ტრანსპორტირება, ჯავშან ტექნიკა,
იარაღი, ჯავშანჟილეტი, წვია წამალი და ესეთი რაღაცა, ესეთი ასე ვთქვათ სიტუაციები. დღესდღეობით ესეთი სიტუაციები არ არის, რაც შეეხება ჯავშან ტექნიკაზე მაქვს ხსოვარი. არის შესაბამისად ხელმისაწვდომი, არის ჩამოყვანილი, ესე ვთქვათ, ჩამოიყვანეს ვაშინგტონიდან გამოგზავნეს და არის ჯავშან ტექნიკები, ასევე ყავს სუბუქი, ესე ვთქვათ, ასფალტირების მექანებიც, ტყვია წამალიც, იარაღებიც და ასევე ჯავშან ჟილეტები. ეს ყველაფერი დღესდღეობით არის მოწესრიგებული. ფორმებისაც მინდა რომ შევეხო. ფორმებიც არის იდეალურ მდგომარეობაში. არის თითოეული ჯარისკაცის ზომაზე მორგებული. ეს იქნება ბათინკი, შარვალი, მაისური, ტაქტიკური სათვალე თუ სხვა ესეთი ესე ვთქვათ, ღონისძიებები არის დაკმაყოფილებული ჯარისკაცის ეკიპირების შემადგენელ პუნქტებში. აჰა, გასაგებია ბატონო პიტერ, ერთი შეკითხვაც მაქვს. მე როგორც გავიგე ჩემი სანდოწყაროდან, არმიას გააჩნია როგორც ატომური ბომბი, უпроსტად სახელმწიფოს ასევე გააჩნია გასაიდუმლოებული ბომბდამშენი, რომელიც სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენი მტრები, ასე ვთქვათ, ხვდებით რა, რასაც გვგულისხმობ ჩვენი მტრები, რომ გაჩერებულიყვნენ და ვეღარაფერი ვეღარ შეექმნათ ისეთი, რაც თქვენ გაქვთ და მაინტერესებს აი პატარა დეტალი რომ გაგვიმხილოთ, მაინც ვიცი რომ გასაიდუმლოებულია, მაგრამ აი პატარა, აი რატო არის გასაიდუმლოებული ეგ როგორ? აი რა ისეთი რაც სხვას არ აქვს. ეს რომ ყოფილიყო საზოგადოებისთვის ინფორმაციის გამტანი, ეს აღარ იქნებოდა საერთო და ეხლა ჩვენ როგორც ხედავთ ვარ ტელევიზიაში განსხვავდება სხვა თითქმის ინფორმაცია ესე ვთქვათ გაჟონოს. ამიტომ მოდი ეს საიდუმლო რო არის იყოს საიდუმლოც და თუ მოხდება ამ სიტუაციის გამჟღავნება, შესაბამისად ექნება ყველა იმ შტატის ვაცხოვრის ამაზე ინფორმაცია, ვის რა თქმა უნდა ამის ინფორმაციას მოიპოვოს. და ანუ აი სხვა თვითმფრინავებისგან რითი განსხვავდება ეგ მაინც რო გითხრათ თუ არის შესაძლებელი. თუ მაგეგეც მოდი კიდევ გაგიმეორეთ მაშინ თუ ვინებავთ. არა, გასაგებია. გასაგებია. უკე თქვენ მე როგორც ხედავ თქვენ ვიყვებით თქვენ კოლეგასთან ერთად, რომ გაგვაცნოთ ბატონო თქვენი თავი გააცნოთ ხალხს ვიბრძანდებით. მოგესალმებით ბატონებო, მე ვარ ალექს ჯონსონი, მაიორ გენერალი და დღეს მიუხედავად 58 წლის ასაკისა, ისევ მოღვაწეობ ნაციონალურ გვარდიაში. არის ძალიან სასიამოვნო. ძალიან მოხალულები ვართ, რომ დღემდე იცავთ ჩვენ შტატებს და ქვეყანას. დღემდე თავდაცვის თქვენ ომის ვეტერანი ბრძანდებით, ბატონო? მე უშუალოდ როგორც პიტერი, ასე ხელჩართულ ბრძოლაში არ ყოფილვარ, თუმცა იყო რაღაც საკითხები. პატარ-პატარა შეტაკები. დიახ. მე უშუალოდ ხელჩართულ ბრძოლაში რაზოს ლერთვები ესე რომ ვთქვათ, უფრო ზალპურ სარაკეტო სისტემები, артиллерия და მსგავსი საკითხები. артиллерიის, კი ბატონო. დიახ. გასაგებია. აი თუ შეიძლება რომ აი артиллериაზე გითხრათ ორიოდე სიტყვა, აი რამდენად გამართულია артиллерия, რამდენი გაშვება შეუძლია წუთში, იმასე ვთქვათ რაკეტების და ასე შემდეგ. ნუ დამოკიდებული არის ეს ყველაფერი თვითონ артиллерიის სახეზე, ქვეითებზე, როგორი მომზადებულები არიან, დანაყოფზე და ასე შემდეგ. ნუ ეს ზოგადად ვერ მიმოვიხილო კონკრეტული მოდელი უნდა განვიხილო მაშინ. მაგალითად ვთქვათ MG-51, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საარტილერიო დანადგარია. ამ საარტილერიო დანადგარს შეუძლია ქვეითების სრული მომზადების შემდეგ საათში განახორციელოს 4-დან 5 გასროლამდე. აჰა, დიახ და აი რა მაინტერესებს ახლა იცით? აი ჩვენ კონკურენტ ქვეყანას, ჩვენ სახელმწიფოს მოდი ესე ვთქვათ, აი რუსეთს გააჩნია ესეთი საარტილერიო დანადგარი, ეგრეთ წოდებული კატიუშა, რომელიც წუთში ისმის, როგორც მაქვს ინფორმაცია, 100-დან 200 რაკეტა, მე მგონი. ანუ იმდენად სწრაფად ახერხებს ამას. მაინტერესებს ჩვენი თუ გაუწევს მას კონკურენციას. ანუ რომელიმე უახლესი, ასე ვთქვათ, საარტილერიო დანადგარი. რაზე გაქვთ საუბარი, ვერ მივხვდი, ანუ გრადებზე ეგრეთ წოდებულ? დიახ, გრადებზე. ანუ ეს მე მეორე მსოფლიო ომიდან მახსოვს ეგრე ერქვა.
და თანამედროვეს არ ვიცი. დიახ, ну, ეგრე დღეს ეგ ხალხი, რუსები კიდევ ეგრე ეძახიან, ну, ოფიციალურად სხვა სახელია, თუმცა ამით არის ცნობილი. ეგ გახლავთ ბატონო ზალპური სარაკეტო სისტემები. ну, მრავალი სახის არსებობს და ჩვენც რა თქმა უნდა გვაქვს მათზე დიახ, ეს მე მოგიყვანეთ მაგალითად ყველაზე თანამედროვე რაც კიდევ. რომელიც დღეს დღევანდელ სტანდარტებს შეესაბამება, არის ძალიან გამძლე, ზუსტი, რაც მთავარია ეფექტური. აჰა, და ანუ წუთში რო ისინი ისვრიან მას რაკეტას ვიყავდე ჩვენი რამდენს სული კონკრეტული მოდელი უნდა განვიხილო მაშინ, იმიტომ რომ ყველას თავისი დანიშნულება აქვს, თავისი რაკეტები აქვს და ასე შემდეგ, მოკლედ, ყველაზე ცნობილი რომ ვთქვათ, შეუძლია წუთში გაისროლოს 50 რაკეტა. და ეს 50 რაკეტა არის თითო კი ბატონო, იდეალურია მანქანა. უკაცრავად, თქვენ უშუალოდ წვრთნებში იღებთ მონაწილეობას? რა თქმა უნდა, წვრთნებშიც ვაქვს. მაშინ რომ გითხრათ როგორი წვრთნებია აკადემიაში და საკვებთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ როგორი საკვები გაქვთ არმიაში, ჯარში? საკვები შეესაბამება სტანდარტებს უშუალოდ ქვეითებზე უფრო მეტად კომპეტენტური იქნება ბატონი პიტერი, მე საავიაციო, საზღვაო და საარტილერიო მხარე შემიძლია. გაგცეთ პასუხი, საზღვაო დანაყოფები ყოველთვის ეს რიგში არიან, ყოველთვის პატრულებენ საზღვაო პერიმეტრზე. რაც შეეხება არტილერია, ყოველთვის პოლიგონზე ყოველკვირეულად გვაქვს გასვლები, ხდება ვარჯიში, წვრთნა. საავიაციო დანაყოფები ყოველკვირეულად გადიან როგორც სწავლებებს, ასევე წვრთნებს, ახალ მოდელებზე, ახალი მანევრები და ასე შემდეგ განიხილება ყოველთვის, რაც უფრო წინ წასწევს ჩვენ არმიას და ბევრად განავითარებს მას. და როგორ ახალგაზრდები არიან ნარში? საკმაოდ ბეჯითი, ესე რომ ვთქვა, თავის საქმეს ძალიან კარგად დართმევენ თავს. აგით გვადლოთ. ბატონო პიტერ, საქვეითოზე რას ვიტყვით? საქვეითო დანაყოფს. ის ვიჩები ხო? დიახ. ესე იგი, ჯარისკაცები, ესე ვთქვათ, ყოველ ესე ვთქვათ, არის დაგეგმილი კვირაში 3-2, ესე ვთქვათ, შესაბამისად გააჩნია დროს და მომენტს. არის ჯარისკაცული შიდა სამართლის წვრთნები, ეს არის ტაქტიკური გადაადგილებები, შესაბამისად შახმატური, ასევე ხაზობრივი, ასევე ჩასაფრება და ესეთი აქტივობები, რომლებიც ეხმარება ჯარისკაცს განვითარებაში და იმ სიტუაციების აღმოფხვაში, რაც შეიძლება ნებისმიერ ჯარისკაცს შეეთხოს სამშვიდობო მისიის დროს, ან შეიძლება მოხდეს ისეთი სიტუაცია, რომ გამოიწვიოს იმ სიტუაციიდან ამის ცოდნა. ვიდრე მოიხსენებათ ჯარისკაცობა მარტო არ არის იარაღის დაჭირა და პოსტზე დგომა. ჯარისკაცი უნდა იყოს მაქსიმალურად განათლებული, შესაბამისად სამხედრო საქმით. რა თქმა უნდა, იქ მან უნდა იცოდეს რა დროს უნდა გამოიყენოს იარაღი, რა დროს უნდა გააკეთოს, რო არის სამშვიდობო მისიაზე, რა დროს უნდა მოიქცეს და ესეთი ყველაფერი არის წვრთნებიდან გამომდინარე, ხდება აბსოლუტურად იქ მთის რელიეფზე თუ ბეტონის რელიეფზე ეს ყველაფერი უკვე ჯარისკაცმა უნდა შეისწავლოს და ეს ყველაფერი გამოადგება იმაში, რომ პრაქტიკაში რომ მოხდეს ზუსტად იგივე სიტუაცია, აღარ დაიბნოვა ჯარისკაცი და ის თავის ცოდნით, ესე ვთქვათ, გამოვლილი სიტუაციიდან იმ ესე ვთქვათ, ღონისძიებას გაატარებს ძალიან ლამაზად, ძალიან კარგად და რა თქმა უნდა თავდაჯერებულად. ხო, როცა ახლა ჯარისკაცი არ არის გამოსტილი, არ აქვს წვრთნები გატარებული, შესაბამისად მივიღებთ ჩვენ იმ ცუდ შედეგს და ადამიანის დაბნევას. და ადამიანი როცა იძაბება და იბნევა, სამწუხაროდ შეიძლება გამოვიწვიოს ძალიან ცუდი შედეგი. შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს აფექტურ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი უკვე ვეღარ ხვდება რა გააკეთოს და ესე ვთქვათ, ინფორმაციის გარეშე დაარღვიოს ძალიან ბევრი რამ. ამიტომ არის საჭირო ჯარებში წვრთნები, სწავლებები, კურსები, სამშვიდობო მისიები, რომ ჯარისკაცი ჩამოყალიბდეს ნამდვილ ჯარისკაცებად და არა უბრალოდ რომ ჯარისკაცი ერქოს. ჯარისკაცი უნდა იყოს და არა მდგერქოს. კარგით ბატონო პიტერ, მადლობა. ვაშინგტონიდან პრეზიდენტმა დაგაჯილდოვათ ოქროს მედლით და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ამასთან დაკავშირებით ისტორია რომ მოგვითხრათ. არის თქვენი ბატონო. ეს ვიშები ხო? დიახ, ის ბატონო. დიახ,
ხა მაგის ისტორიასაც პარტივად ეხა ვიტყვი. ესე იგი, მიყავი ომიდან ახალი ჩამოსული, ესე რომ ვთქვათ, პერიმეტრიდან, სადაც ომი მიმდინარეობდა, ჩამოვხდით იქიდან და ისევ რაღაც რა უნდა, ჯარებში დავიწყე მოღვაწეობა. ჯარში ვიყავი ერთ-ერთი გამორჩეული ჯარისკაცი, რომელიც ძალიან იყო მოტივირებული სამხედრო საქმით, ასევე შესწავლაში, აღქმაში და ესე ვთქვათ, ღონისძიების გატარებებში ფიზიკურზე მაქვს აქ წვრთნები იყო, სწავლებები იყო თუ რაღაც ყველაფერში ვიყავი გამორჩეული ჯარისკაცი და ვიყავი თავდადებული. უკან არ ვიხევდი, როდესაც ეხებოდა ჩემ ჯარისკაცებს, ესე ვთქვათ, საკითხი, იმ სიტუაციაში უკან არ ვიხევდი არანაირ დროში. მე, როგორც მოგახსენეთ, ვიყავი სამშვიდობო მისიაზე, არა მარტო ამერზე, ვიყავი ძალიან ბევრ სამშვიდობო მისიაზე. ჩემი წარმატებული, ესე ვთქვათ, მისიები, ესე ვთქვათ, შევასრულე და შესაბამისად მოხდა ის ყველაფერი და ის სიტუაცია და ის სიხარული ჩემ ცხოვრებაში, რომ ერთ დღესაც ხდება, ესე ვთქვათ, შეყვინება, რომ უნდა მიბრძანებულიყავი, ესე ვთქვათ, თეთრ სახლში. არ ვიცოდი საერთოდ აზე იყო აქ საუბარი. უბრალოდ ვიყავი იმ დროს ჯარებში და ფორმით მომიწია ის სიტუაციაში გამოცხადება ერთ სახლში. არ ვიცი ეს ალბათ ესე უნდა ყოფილიყო, ესეც მოხდა. და როდესაც მივედი უშუალოდ თეთრ სახლში, სიტუაცია ხდება ეს, რომ არის კონფერენცია მოწყობილი, არის ძალიან ბევრი ადამიანი, ტელევიზია, ეს გენერლები, შესაბამისად მინისტრები, თანამდებობის ხალხი და უბრალოდ უცებ ვერ მივხვდით რა შეიყო საქმე. და როდესაც წარმოთქვის ჩემი სახლი, გვარი, უბრალოდ ვერ მივხვდით რა შეიყო საქმე და თავდადებისთვის და სახელმწიფოსთვის, ესე ვთქვათ, უანგარო მოღვაწეობისთვის აღმომცეს მედალი, ჯილდო, ის შევთვის დღემდე იმდენ რამეს ჩემ სიცოცხლეს ნიშნავს, ისე უწლდები და ესე ვთქვათ, ამ ყველაფერს ვაფასებ, რომ ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩემი ემოციები ზღვარს ხდებოდა იმ მომენტში. უბრალოდ ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა იმ მომენტში, რომ ეს იყო სრულიად ჩემთვის წარმოუდგენელი იმ დროს იმ მომენტში და ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დღე, ესე ვთქვათ, დაუვიწყარი დღემდე, რომ ეს სიტუაცია და ეს ღონისძიება გატარდა და იმის მერე აი ჩემი ჟინი და ჩემი мотиваცია მანამდეც არ იყო შევარდნილი, მაგრამ ამან მომცა იმის მოტივი, რომ ჩვენ ჯარისკაცები მოულოდნელ დროს მივახცევთ იმ წარმატებას, იმ სიტუაციას, რაც წარმოუდგენელია. და ეს არის თითოეული ჯარისკაცის мотиваციის მიზეზი და ყველანაირი, ესე ვთქვათ, ჯარის სიყვარული. მე კიდევ დიდი ხანი ვიქნები ჯარებში, სანამ ჩემ სოულში სისხლი იჩქეფებს, მანამდე ვიქნები ჯარების შემადგენლობაში. მადლობა. კარგით, ბატონო პიტერ, გასაგებია, მადლობა დიდი. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემო ძვირფას მაყურებელო, ჩვენთან სტუმრად იყვნენ ბატონი პიტერი, ბატონი ალექსი. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენთან მობრძანებისთვის და იმ გაწეული სამსახურისთვის, რაც მათ ჩვენ შტატებს და ჩვენ ქვეყანას გაუწიეს. ასევე მადლობას ვუხდით თითოეული ჯარისკაცს, რომელიც დღე და ღამე იცავენ ჩვენ შტატებს და ქვეყანას. გემშვიდობებით.